სალამი მეგობრებო, ეთერშია პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფერიშვილი დღეს გთავაზობთ ნატა ასათიანს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნატა გახლავთ ფსიქოლოგი და ძალიან კვალიფიციური სპეციალისტი, ჩვენ შევარჩიეთ ძალიან აქტუალური თემა. და ეს არ მგონია რომ ეს ჩვენი აზრით აქტუალური თემა. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ სკოლაში სექსუალურ განათლებაზე. და ზოგადად ქართულ საზოგადოებაში ალბათ არის ამისი აუცილებლობა რომ სექსუალურ განათლებაზე იყოს ღრმა და ჩამოყალიბებული კულტურა. ეს ალბათ ჩვენი აზრით უფრო შეამცირებს ოჯახურ ძალადობას, შეამცირებს განქორწინებებს, შეამცირებს ტრაგედიებს. ალბათ ჩვენი აზრია ეს, მაგრამ აი დისკუსიაში შევეცდებით რომ კიდევ უფრო საფუძვლიანი არგუმენტები წარმოადგინოთ. ნატა, შენი აზრით, რამდენად აქტუალურია ქართულ საზოგადოებაში, ჯერ მოდი ზოგადად თქვა და ჩავიდით შემდეგ სკოლის პრობლემატიკაზე, ქართულ საზოგადოებაში სექსუალური განათლების ერთგვარი პრაქტიკის შემოღება. და ალბათ პრაქტიკა სკოლიდან უნდა დაიწყოს, ხო? კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ მართლაც აქტუალური თემით დაინტერესებისთვის. კითხვა ჟღერს სწორედ ასე, რომ რამდენად აქტუალურია. იმდენად არის აქტუალური, რამდენადაც ჩვენი საზოგადოებისთვის არის აქტუალური ჩვენი ახალგაზრდა თაობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. იმდენად არის აქტუალური, რამდენადაც ჩვენთვის, მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი ჩვენი პატარების, ჩვენი შვილების უსაფრთხოება. თუ ამ კონტექსტში შევხედავთ და ძირითადად ეს არის სწორედ სქესობრივი განათლება და მეტი არაფერი, ცხადია რომ უაღრესად აქტუალური თემაა და მეცაც ვიტყოდი, იმდენად აქტუალურია რომ სწორედ ახლა ჩვენ რომ აქ ვსხედვართ და ვსაუბრობთ, ამ ჩვენი საუბრის პარალელურად უნდა განათლების სამინისტროში ისხდნენ სპეციალისტები, დარგის, მომიჯნავე დარგების სპეციალისტები, რომელიც ფართო სპექტრია ეს დაწყებული ვთქვათ ფსიქოლოგით, ფსიქიატრით, განათლების ფსიქოლოგით, ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების, სამოქალაქო განათლების, მედასაზოგადოების მასწავლებლები და ერთად ზრუნავდნენ იმ პროგრამის შემუშავებაზე, რომელსაც სქესობრივი განათლება ერქმეოდა. სამწუხაროდ ეს არ ხდება და რატო არ ხდება, ამის ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ვეძიოთ. იყო ხო რაღაცა მსგავსი მცდელობა, რაღაცა ერთგვარი საკმაოდ პროფანული ლიტერატურა, რაღაცა უცნაური დასურათებებით, სადაც შეექმნათ კრიტიკოსებს საშუალება რომ რაღაცა კრიტიკულად მოკიდებოდნენ ამ საკითხებს, იმიტომ რომ არ იყო ალბათ კარგად დამუშავებული თავად ეს საკითხი. კი, ცხადია. ხო, აი თავად საზოგადოებაში არსებობს ზედაპირული დამოკიდებულება, რომ ეს იმდენად აი ბიოლოგიური მექანიზმია, რომ ამის განხილვა აკადემიურ სივრცეში, სკოლაში რა საჭიროა, თუ კი ადამიანი აი ამ ბიოლოგიურ მექანიზმს აგნებს, სწავლობს. თანდაყოლილია ერთგვარად. თანდაყოლილია, ასე ვთქვათ, ცოდნა. კი ბატონო. აგნებს, სწავლობს და იმ არაფორმალურ სივრცეშიც გარკვეულ რაღაცა ინფორმაციას იღებს. აი, რა გვაქვს ჩვენ არგუმენტად, რომ აკადემიურად მიწოდებული ინფორმაცია ბევრად უფრო დაცული ინფორმაცია, ბევრად უფრო სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია ბავშვებისთვის. მოგახსენებთ, პირველი ალბათ მნიშვნელოვანია აქ, რომ ჩვენ გავიაზროთ, რატომ ეშინია საზოგადოებას ამ ორი სიტყვის ერთად მოაზრება და აქვე ტერმინებზეც უნდა შევჯერდეთ საზოგადოება, ხო? მე ყოველთვის მირჩევნია, რომ სექსუალური განათლების ნაცვლად სქესობრივ განათლებაზე ვისაუბროთ. სექსუალური განათლება ცოტათი უფრო მაინც სექსუალობასთან და სექსზე აქცენტირებით მოყავს, ასე ვთქვათ, აქტუალობაში ეს ტერმინი, სქესობრივი განათლება გაცილებით მეტია. ეს ერთი. შესაბამისად, როცა უკვე საზოგადოებას და მშობლებს, რომლებსაც მესმის რო ეშინიათ და ამაზეც ვილაპარაკებთ, რატომ არის რეზისტენტობა, ხო, საზოგადოებაში. მშობლებს როცა ვუხსნით, რა იგულისხმება სქესობრივი განათლების უკან, მე არ მეგულება მშობელი, მე არ მეგულება სამღვდელოების წარმომადგენელიც კი, რომელიც არ მოაწერს ხელს და არ იტყვის, რომ კი, მე მინდა რომ აი ხვალვე ჩემ შვილს სკოლაში ასწავლონ ის საკითხები, რასაც მოიცავს სქესობრივი განათლება და რატომ. მართალს ბრძანებთ, რომ რამდენჯერმე წამოიჭრა ეს დისკუსია საზოგადოებაში სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებით, სრულად არაკვალიფიციურ განათლების სისტემაში არ ჩამოყალიბებული ტექსტების საფუძველზე. მერე ეს, რა თქმა უნდა, ემოციურ კონტექსტში გადაიზარდა მთლიანი ეს დისკუსია და ფრიალში აი ამ ფურცლების, რომელიც საიდან იყო მოტანილი, არ ვიცი. ამას, რა თქმა უნდა, უწყობს ხელს
ხალხს ისიც რომ გარკვეულ ჯგუფებს თავის წარმოჩენისთვის, პოპულიზმისთვის ძალიან კარგ ნიადაგს უქმნის სქესობრივი განათლება და ამიტომ წამოყოფენ ხოლმე ყველა ჯერზე თავს. იმიტომ რომ მე აქ იდეოლოგიურ დისკუსიასაც ვერ ვხედავ. აქ არ არის ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ აი კონსერვატიულ საზოგადოებებში რაღაცები სხვაგვარად არის და თუნდაც ის რომ კონსერვატიული საზოგადოება საქართველოში ძალიან ასე ვთქვათ ფრთხილად არის და ეწინააღმდეგება სქესობრივ განათლებას. კონსერვატიული პარტიები, რა ვიცი, მთელ დიდ ბრიტანეთში მაგალითად სქესობრივ განათლება უკვე სავალდებულო შევიდა სწორედ კონსერვატიული პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. ქრისტიან დემოკრატები გერმანიაში დიდი ხანია უკვე არიან აქტიურები და სწორედ მათ პირობებში გახდა ასევე სავალდებულო სქესობრივი განათლება. ამიტომ აი ამ ნაწილში რო ცოტა იდეოლოგიური ჭიდილია არ არის. აქ არის ჭიდილი პოპულიზმსა და აზრს შორის და აი ამ ჭიდილში სწორედ მედიამ და სახელმწიფომ უნდა ძალიან დიდი როლი შეასრულოს. ისევ რომ დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, რა იგულისხმება სქესობრივი განათლების უკან, ეს არის ერთის მხრივ ის, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ რაც არის სწორედ სუფთად ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური ასპექტი, თუმცა მანდაც რომ ცოდნა სჭირდებათ, ის იმდენი არ ვიცი კიდე რამე თუ სჭირდებათ, იმიტომ რომ ნაადრევი არასასურველი ორსულობების შესაბამისად არასრულწლოვანთა აბორტის შემთხვევები. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო რამდენიმე და ეს დაახლოებით 4 წელია, 3-4 წელია, აი ამ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში 3000-მდე არასრულწლოვანმა იმშობიარა საქართველოში. 500-მდე აბორტს ჰქონდა არასრულწლოვნების ადგილი. ეს ხო ციფრებია და სტატისტიკა, მაგრამ ამ ციფრების უკან არის აბსოლუტურად დიდი ტრაგედია და დანგრეული ცხოვრებაც და მე ახლიდან რო უწევთ, ასე ვთქვათ, გამთლიანება ამ ჩვენს შვილებს რეალურად, ხო? რაღაცა სხვა ქვეყანაზე და სხვა პლანეტაზე ხო არ ვლაპარაკობთ. შესაბამისად, როცა ჩვენ ვიაზრებთ, რომ სქესობრივი განათლების უკან დგას სწორედ კი ფიზიოლოგიური ინფორმაცია ჩემი სხეულის შესახებ, როგორც არის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სქესობრივი გზით გადამტები და ავადებები, ენდოკრინული სისტემაც გარკვეული თვალსაზრისით. ამას ემატება უკვე სოციოკულტურულ ფსიქოლოგიური ასპექტი, როგორც არის ურთიერთობები, სად არის საზღვრები, რა არის ჩემი სხეულის საზღვრები, რომ არავის აქვს უფლება სხეულზე ბავშვს მოეფეროს, ხელი მოკიდოს მისი ნებართვის გარეშე. ჩემი სხეულის სხვადასხვა ნაწილებს რა ქვია ანატომიურად, ხო? ეს დიდი სპექტრია ძალიან და ეს სპექტრი, როცა მე ვიცი, როცა მე კვალიფიციური ადამიანები მაწვდიან ამას და არა აი სწორედ მაშინ რომ აფრიალეს რაღაცა სრულად არაკვალიფიციური ტექსტები, როცა კვალიფიციური ადამიანი მაწვდის მე ამ ინფორმაციას, თავარი რამ ხდება? მე ვხდები ინფორმირებული, მოზარდი, მე ვხდები შეიარაღებული და მე ვხდები რეზისტენტული მოძალადისადმი. მოძალადეს ვინ უნდა აი საბოლოო ჯამში, ხო? უნდა გაჩუმებული მსხვერპლი, უცოდინარი მსხვერპლი. ამაზე ეგება მთელი მოძალადის ფილოსოფია, ფსიქოლოგია და შესაბამისად, როცა რაღაცა ხდება ბავშვის ცხოვრებაში და ის საკუთარ თავს ადანაშაულებს, იმიტომ რომ მას ინფორმაცია არ მიაწოდეს ზრდასრულებმა, ეს მთლიანად ქვეყნის და საზოგადოების ტრაგედიად იქცევა. მოდი აბა ერთი წუთით შევაფასოთ. თუნდაც დედუქციურად როგორი მდგომარეობა, როგორი კულტურაა სექსუალური საქართველოში ახლა დღეს აი ამ მოცემულობაში, როცა ჩვენ გრძნობთ ამ აქტუალურობას განსაკუთრებით ინფორმაციულ ერაში, როცა არსებობს ინფორმაციული წყაროს ისეთი არააკადემიური ასე ვთქვათ სისტემები და პლატფორმები, სადაც შეიძლება განსხვავებულ კიდე ერთგვარად მავნე კულტურასაც, იმიტომ რომ იქ ეს არის პროდუქცია იმისათვის, რომ კონკრეტული მას კომერციული მიზანი აქვს და ამ კომერციული მიზანში აბსოლუტურად სხვა მიზანსცენები და სხვა, ასე ვთქვათ, დეკორაციებია გამოყენებული. მოდი ასე რომ ვთქვათ, ხო? მივხვდებით ალბათ რაზეც ვსაუბრობთ და აქედან გამომდინარე მოზარდ შეიძლება შეექმნას წარმოდგენა, რომ სექსუალური ცხოვრება, სექსუალური ურთიერთობა სწორედ აი ასეა. ასეა. და ასე რომ არის ეს შეიძლება ძალიან დამაზიანებელი იყოს მე თავად ურთიერთობაში მხოწვილების. ახლა როგორი რეალობაა? კი ბატონო, ეს თუ არ შევაფასეთ და ჩვენ თუ რაღაცნაირად თვითრეფლექსია არ მოვახდინეთ, რომ სად ვართ, რატო გვეშინია, რა დგას ამ ყველაფრის უკან, ისე წინ ვერ წავალთ ცხადია, ხო? მე ძალიან ხშირად და ალბათ თქვენც მოგისმენიათ და მომისმენია ჩვენი უფროსი თაობისგან, ჩემი მშობლებისგანაც, რომ ნუ რა ვიცი, სქესობრივ განათლებაზე რა საჭიროა ლაპარაკი, თაობები ვიზრდებოდით აქეთ გადასარევად, რაღაცნაირად ვაწვდიდით ერთმანეთს ამის შესახებ ინფორმაციას, ხო? კი, იზრდებოდნენ, აწვდიდნენ, მაგრამ მაშინ სწორედ აი ის ატომური ბომბი ხელში არ ეჭირათ, რაც თქვენ უკვე ახსენეთ.
სწორედ რაც არის ინტერნეტი. ბავშვებს როცა დღეს არ ვაძლევთ ინფორმაციას, აი ამ ინფორმაციულ ვაკუუმს, სადაც არ აქვთ ინფორმაცია, ივსებენ და ივსებენ ინტერნეტით, ივსებენ იმ რესურსებით და პლატფორმებით, რომელიც თქვენ რაზეც მიგვანიშნეთ, პრინციპში, სადაც არის ძალადობაზე აქცენტი ცალსახა, ქალების გასაგნებაზე აქცენტი. იქიდან მოზარდი ვერ გამოიტანს ვერანაირ დასკვნას, როგორი მნიშვნელოვანი, როგორი არაჩვეულებრივი, როგორი საკუთარი თავის შესაცნობია და იმ მეორე ადამიანის შესაცნობია, მაგალითად, თუნდაც სექსუალური ურთიერთობები, რომ ამ სექსუალურ ურთიერთობებს უკან უნდა იდგეს სიყვარული, რომ სიყვარული არის ერთმანეთის საზღვრების დაცვაც მათ შორის და პატივისცემაც, როგორია უსაფრთხო მიჯაჭვულობა ერთმანეთისადმი, როგორ ეგება ურთიერთობები, რა არის პატივისცემა ერთმანეთს. აი ამ ყველაფერს გულისხმობს სწორედ სქესობრივი განათლება და ჩვენ დღეს ვამბობთ, რომ მოდი ეს ამ ყველაფერზე არ ვილაპარაკოთ და დავტოვოთ ბავშვები აი ამ ჯუნგლებში, ტყეში, სადაც ისინი სწორედ დამახინჯებულ წარმოდგენებს შეიქმნიან ცალსახად. მე ისიც არ მინდა გამოგვივიდეს დღევანდელი საუბრიდან ერთმნიშვნელოვნად, რომ თითქოს ვაკრიტიკებთ იმ საზოგადოების იმ ნაწილს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაწილია და მე ძალიან კარგად მესმის მათი, რომლებიც არიან რეზისტენტულები, რომლებსაც აქვთ ეს მიუღებლობა სქესობრივი განათლების. რატომ? იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ მოსახლეობას ამას არავინ არ უხსნის, ემოციური რაღაცა გულზეხელის ბრახუნსში გადავიდა ყველა ჯერზე, როცა კი ჩვენ საუბრობდით სქესობრივ განათლებაზე, იმიტომ რომ როცა კი სპეციალისტები იწყებენ ლაპარაკს აი ამ შინაარსლიან, ყველა მშობელი აქეთ რეკავს ხოლმე და ამბობს რომ მოდით ჩემი შვილიც ჩართეთ, ჩემ შვილსაც მოვიყვან და აუხსენით, ხო? იმიტომ რომ ცალსახად თუ კი რამე გვინდა ჩვენი შვილების კარგად ყოფნა, ხო? ამიტომ მათ თუ არ მივაწვდით ინფორმაციას, რას შეეხება სქესობრივი განათლება, მათ ექნებათ რა თქმა უნდა ეს შიში, თან ეს შიში ცოტა ეს ირაციონალური შიში თუ გარკვეულ რაციოზე დამყარებული თლად არ არის ხო ესე ციდან დაცემული. ქართველებმა რეალურად რაღაც ძალიან ამ ჩვენმა პატარამ და საყვარელმა ქვეყანამ ის გზა რაც გაიარა და გადარჩა და გამოიარა. სწორედ ამიტომ რომ ძალიან უფრთხილდებოდა იმას რაც ჰქონდა და უცხოსი ცოტა ეშინოდა. ხო? და აი ეს ჩვენი ირაციონალური ცოტა უკვე ღიმილის მომგვრელი ფრაზაც ხო რომ ქართველობას გვართმევენ ეს ხშირად გვეშინიაო. ამაშიც იგულისხმება რაღაცა უცხოსი მე მეშინია, მაგრამ ამ უცხოს როცა ავხსნით, ეს უცხო გახდება ძალიან ნაცნობი და ნათელი. ამიტომ საზოგადოება მზად არის თუ არ არის, თუ ასე ვსვამთ კითხვას, რა თქმა უნდა არ არის, მანამ სანამ არ ავუხსნით რა იგულისხმება. და კიდევ ერთი, როცა ჩვენ საზოგადოებაზე ვლაპარაკობთ, ესე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია, რომ აი მაგალითად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 60-იანი წლების სექსუალური რევოლუცია გამოიარა, მაგრამ შემდგომ გარკვეულმა კონსერვატიულმა ძალებმა თუ გარკვეულმა პირობებმა მაინც ეს მიღწევები შეასუსტა და დღეს არსებობს კვლევები, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ერიდებათ მშობლებს შვილებთან საუბარი სქესობრივ განათლებაზე. მით უფრო ერიდებათ საქართველოსიც და ქართული კულტურის და კონტექსტის გათვალისწინებით, ხო? სწორედ ამიტომ მთავარი აქცენტი, რაზეც უნდა გავაკეთოთ, ეს არის, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. დიახ, აქ ძალიან ფართო სპექტრია პრობლემების, ხო? ანუ ერთია რომ ქართული საზოგადოება განცდის ერთგვარ გლობალიზაციას და ამ გლობალიზაციის პროცესში სხვა ისეთი ქცევითი მოდელებით შემოდის ჩვენთან, რომელიც ცვლის ჩვენს კულტურას, ცვლის ჩვენს აი სოციალიზაციის აგენტებს, ხო, ასე რომ ვთქვათ. და თან შემოდის ისეთი, ასე ვთქვათ, გართობის ერთგვარი კულტურა, როცა ხამის კლუბური ცხოვრება, პაემანი დღეს ბევრად უფრო გახსნილი და ერთგვარი მიღებული პარადიგმაა, როცა ადრე ჩვენი მშობლების თაობაში ეს იმდენად ინტიმური და კერძო, ასე ვთქვათ, სივრცე იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ წყვილს აბსოლუტურად უწმელი ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთთან, მაინც ერიდებოდნენ საჯარო სივრცეში, აი ამ ემოციების გამოხატვას დღეს ესე მე მგონი აღარ არის, ხო? და ამ ასე ვთქვათ, ახალი ურთიერთობის პარადიგმების დანერგვასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებაში კარგად გავიგოთ აი ამ სექსუალური კულტურის გასწნობის შემდეგ, რომ ანუ შედეგების გარეშე სექსი არ არსებობს. ხო? აი ესეთი მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დაცული სექსის პრაქტიკა, შედეგების გარეშე სექსი არ არსებობს. და ეს იყო 60-იანი წლების მთავარი პრობლემა, რომ იმ სექსუალური რევოლუციის დროს გაჩნდა ილუზია, რომ შედეგების გარეშე სექსი შეიძლება არსებობდეს და შემდეგ პრაქტიკა მაჩვენებს, რომ შედეგების გარეშე სექსი არ არსებობს. მას ყოველთვის აქვს თავისი უკუჩვენებები. აი ჩვენ საზოგადოებაში ეს ასე ვთქვათ, სექსუალურობის კულტურის შემოტანის აუცილებლობა. როგორ უნდა ავუხსნათ საზოგადოებას ისე, რომ
აი ეს კრიტიკული ნაწილი, თუნდაც კონსერვატიული ნაწილი და მათი აი ეს იდეოლოგიური დებატები მაინც არის და იდეოლოგიური დებატები განა ამ თემაზე, არამედ ეს თემა ფართო სპექტრის ნაწილია. იმისი ხურდაა. ანუ იმისი ნაწილია, რომ ჩვენ გლობალიზაციის წინააღმდეგ უნდა ვიდგეთ მეტკრად, რომ აი ეს შიში ახალი, ასე ვთქვათ, განახლების, კულტურული განახლებების და ამის ნაწილშია ეს მოაზრებული. როგორ უნდა ჩავხსნათ ჩვენ სექსუალურობის თემა და სექსის თემა აი ამ გლობალიზაციის, აი ამ რაღაცა ყალბი ეს ძალიან რთული საკითხია. არ ვიცი ახლა ამას რამდენი თქვენი გადაცემა იყოფა, რომ ამ გასაღებს მივაგნოთ, ასე ვთქვათ, ჩახსნის. თუმცა მე მაინც უფრო ვიწროთ სქესობრივი განათლების და განათლების ფსიქოლოგიის კონტექსტიდან ვილაპარაკებ, რომ ნებისმიერი თემა მაშინ ხდება ჩემთვის გასაგები და მისაღები, როცა ამ თემასთან დაკავშირებით ცვლილება არის ჩემი წიაღიდან წამოსული და არა გარედან თავს მოხვეული, ხო? აი ნებისმიერი რეფორმაც მაშინ არის გამართლებული, რომ სადღაც ესტონეთში რო გააკეთეს და ესტონეთის განათლების სისტემას რო გამოუვიდა, ის რო ჩემთან გადმოგაქვს, ასე ვთქვათ, copy paste-ით, ის ვერ იმუშავებს. მე უნდა ვიცოდე აქ რა ხდება, რა რეალობაა და ამას დავაშენო რაღაცა განვითარების ის გზა, რომელსაც ვხედავ, რომ იქნება საუკეთესო, ხო? ამ შემთხვევაშიც მოშორდება ძალიან მარტივად, აი ამ დიდ გლობალიზაციის რაღაცა ურჩხულს, თუ კი ვინმე ხედავს ამაში ურჩხულს, ჩამოშორდება სქესობრივი განათლების კომპონენტი, მაშინ როცა ჩვენ გავიაზრებთ რეალურად რა შიშები არის საზოგადოებაში და ისე კი არ დავყოფთ ახლა როგორც არის, რომ ვინც ვთქვათ ლაპარაკობს სექსზე და სექსუალობაზე და სქესობრივ განათლებაზე ის ბჭყალებში პრადვინუტია და ვინც არა და რაღაცნაირი ბნელი არა. ეს ძალიან დიდი დანაშაული. აი ეს აჩენს სწორედ კიდევ უფრო დიდ უფსკრულს და კიდევ უფრო დიდ წინააღმდეგობას ამ თემისადმი. არა, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მეც მშობელი ვარ და მეც მეშინია, რომ რაღაცა ჩემს შვილებს ისეთი არ მიაწოდონ, რაზეც მე ჯერ ერთი არ ვიცი რას ეუბნებიან და მეორე კიდე ჩემთან არ არის გააზრებული და შეთანხმებული, ხო? ამისთვის არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმა, ძალიან დიდი მსხვილტანიანი დოკუმენტი, მაგალითად, რომ ჩვენ ყველა საგანში ვიცით რა კომპეტენციაზე გადის მოსწავლე. შესაბამისად, სქესობრივ განათლებაშიც უნდა არსებობდეს ასეთი დოკუმენტი, რომელიც შვიდად ვიყო, რომ აი ამ საგნის შედეგები კომპეტენციის ცოდნის თვალსაზრისით არის აი ეს ადან რაღაცა გემდე ჩამონათვალი, ხო? როცა კი ინფორმირებულები იქნებიან, მაშინ ჩამოშორდება და მაშინ სქესობრივ განათლებაზე ყველა შევთანხმდებით, რომ საჭიროა. მეცაც გეტყვი, ჩვენ შეგვიძლია რომ საერთოდ არ ვახსენოთ სქესობრივი განათლება. ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაგალითად ესტონეთში და კიდევ რამდენიმეში, როცა მიხვდნენ რომ სქესობრივი განათლება აი ამ ორი სიტყვის ერთად მოაზრება მოსახლეობისთვის მაინც პრობლემური იყო და მაინც გარკვეულ ნეგატიურ ემოციებს აღზრდა, საერთოდ ჩახსნეს ეს თემა და სქესობრივი განათლების შინაარს, იმ შინაარს, რაზეც ვისაუბრეთ დასაწყისში, რაც უბრალოდ არ მეგულება მშობელი რომ არ თქვას რომ კარგია და მისასალმებელია და მისაღებია და არ თქვას მაგალითად ჯანმრთელობის შესახებ ჯანმრთელობის განათლება, რაღაცა ჩემი უსაფრთხოების შესახებ საგანი და ასე შემდეგ. ხო, ჩვენც ეს შეგვიძლია გავაკეთოთ. აქ არის მთავარი ნება. ნებაზე წინ კი პრობლემის დანახვა და პრობლემის სქესობრივ განათლებასთან მიმართებაში კი არა, გაცილებით და არანაკლებ მნიშვნელოვან თემებთან მიმართებაში დღეს განათლების სისტემაში რაც ხდება, რაც მე როგორც განათლების ფსიქოლოგმა შემიძლია დავინახო, იმათზე ვხუჭავთ თვალს ქვეყანაში სამწუხაროდ მით უფრო სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ბევრჯერ დაიწყო ამ თემაზე ლაპარაკი, ბევრჯერ იყო შესაძლებელი, რომ აი ამ გლობალურ რაღაცა საშიშს ჩამოშორებულიყო ეს თემა, მაგრამ ბოლომდე ვერც ერთხელ ვერ წავიდა და ბოლომდე იმიტომ ვერ წავიდა, რომ არ არსებობს მთლიანი სურათი და მთლიანი ნება სახელმწიფოში, რომ ხო მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემი მომავალი თაობის უსაფრთხოებაზე. აი ეს უნდა არა მარტო ეწეროს სხვადასხვა დოკუმენტში, რომელიც არეგულირებს თქვა ჩვენს ზოგად საგანმანათლებლო სისტემას, არამედ განხორციელებაშიც მოდიოდეს. აი ჩვენს საზოგადოებაში გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ არ გვაქვს აი სპეციალიზირებულად ესეთი საგნები, ინფორმაცია არ მიეწოდება ბავშვებს. აი ერთგვარი გენდერის მიმართულებებით თუ კი ჩავშლით, გვაქვს რაღაცა გარკვეული ესეთი ცუდი არ ვიცი მოვლენა თუ პრაქტიკა, რომ შეიძლება ბიჭებს არ ქონდეთ წარმოდგენა საპირისპირო სქესის, გოგოს ფიზიოლოგიაზე და პირიქითაც. და აი ეს საკითხები ახლა, აი ამ მოცემულ მომენტში, აი როგორ არის, არსებობს ბიოლოგიაში სპეციალური პრაქტიკა, მაგალითად, რომ
გოგონას არ კონდეს განგაში ის გზნობა, რომ მას რაღაცა ჭირს, როცა მას პირველად მენსტრუალური ციკლი დაეწყო დაუშვათ. ან ბიჭს დაუშვათ არ კონდეს იმისი შიში, რომ გარკვეულ რაღაცა ერთგვარი სქესობრივი სიმწიფის დროს მას ერექციის დროს გამონადენია ეს რისკრას. იცით რა ისთან ეს ყოველთვის როცა ეკითხებიან შემდეგ ერთმანეთს, ხო? იქ არ მიიღებს და ამამშვიდებენ ნორმალურ ინფორმაციას, ან არ მიიღებს. რო არ მიიღებს, ეს შეიძლება სტრესი იყოს ერთისთვის ან მეორესთვისაც, ხო? უყურეთ, ალბათ ამ შემთხვევაში ბიოლოგიის საგნის ექსპერტებმა, დარგობრივმა ექსპერტებმა რომ უფრო მეტი საუბრონ, სწორი იქნება, ვიდრე მე შევაფასო ბიოლოგიაში რა დონეზე ისწავლება, მაგრამ მე უფრო ზოგად კონტექსტში შემიძლია გიპასუხოთ, რომ მე ჩემი ბავშვობა და ჩემი სკოლის პერიოდი შემიძლია გავიხსენო და ალბათ ბევრი იცნობს საკუთარსაც, რომ განაყოფიერებაზე რომ მივიდოდა, ვთქვა ბიოლოგიის გაკვეთილზე საქმე, უბრალოდ გადავფურცლავდით და მასწავლებელი გვეტყოდა, რომ წადით ახლა წაიკითხეთ, თუ კითხვები გექნებათ, მოდით. მეტიც ბოტანიკაში როცა რაღაცა დამტვერვაზე იყო ლაბარაკი, იქაც კი გარკვეულ უხერხულობას ბადებდა ეს თემა. ამიტომ არის სწორედ, რომ ამ თემას ჭირდება და შემთხვევით თავისით ეს საკითხი ვერ მოგვარდება, შემთხვევით და თავისით ეს ბავშვები ვერ ისწავლიან რაღაცას, თუ ჩვენ არ ვიცით რას ვასწავლით. ამიტომ არის, რომ არა აქვს მნიშვნელობა საგანი შევა, საგანს რას დავარქმევთ, თუ გამჭოლ კომპეტენციებად იქნება, ვთქვათ, ბუნებისმეტყველებით დაწყებული ბიოლოგია, შემდგომ უკვე მედასაზოგადოება თუ სხვა სამოქალაქო განათლება, გამჭოლ კომპეტენციებად გადავანაწილებთ, ასე ვთქვათ, აი ამ თემებს და ასე მივაწვდით ინფორმაციას, მაგრამ ინფორმაცია რომ მისაწოდებელია, ჯერ ჩვენ აქ გვაქვს პრობლემა. ამას ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს ინფორმაცია აუცილებელია ბავშვებისთვის, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ და ძალიან სწორად, როცა ბავშვს არ აქვს ინფორმაცია, ის ან ერთმანეთს ეკითხებიან, ან ინტერნეტში ეძებენ ინფორმაციას და სწორედ აი ის ფილმი ძალიან ახლა რომ რამდენიმე მილიონი ნახვა ქონდა დადებიდან რამდენიმე საათში Adolescence გულისხმობ, რომელზედაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც დაწყებული მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, ამ პრობლემას აჩვენებს სწორედ, რომ ინტერნეტში და ერთმანეთში რაღაცეები ხდება ბავშვების ცხოვრებაში და აი ამ და კიდევ ხდება ის რომ ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს, შესაძლოა მოახდინოს ბავშვებზე, ბავშვების აღქმაზე საკუთარი თავის, საკუთარი სექსუალობის, რამდენად თავდაჯერებულები არიან, საკუთარი თვითშეფასების და აი ეს პატარა ბიჭუნა, რომელზედაც არის ეს ფილმი, ხო, რომელიც აი ერთ მომენტში მართლა ანგელოზია, მეორე მომენტში კი ხედავ რომ მკვლელია და ურჩხულია, ხო? აი ეს არის საზოგადოების პროდუქტი, ეს არის პროდუქტი იმისა, რომ თავი რაღაცეები გვეპარება ჩვენ, რაღაცეები ხელიდან გვისხლტება და მე ვიღებთ იმ შედეგს, რა შედეგიც ძალიან მწვავედ არის დანახული ამ ფილმში. აი ამ ფილმს გვაჩვენა, ამ ფილმის პოპულარობამ უფრო სწორედ გვაჩვენა აი ეს კრიზისი, რომ ამ კრიზისში შესულია საზოგადოება, შესულია ქართული საზოგადოებაც, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა რომანტიზებას ვახდენთ, თორსა ინფანტილური დამოკიდებულება გვაქვს ბავშვობისადმი და ბავშვებისადმი. ბავშვები სულაც არ არიან ასეთი, რა ვიცი, სულ კარგ რაღაცეებზე ორიენტირებულები, საკმაოდ დაუნდობლებიც არიან, ხო? ეხლა ჯერ კიდევ ფროიდმა თქვა, ეგ როდის, ხო, რომ ძალიან ბევრი ისეთი აზრი მოსდით ბავშვებს და ამ შემთხვევაში მათი ინფორმირება, მუდმივი ინფორმირება, მათზე ზრუნვის გამოხატვა, ინფორმირებაც ერთგვარი ზრუნვის გამოხატვაა, ხო? და იმის გამოხატვაა, რომ ეს შენს გვერდით ვარ და შენ ასეთი როგორიც ხარ მისაღები ხარ, იმიტომ რომ ინტერნეტში ძირითადად ეხლა თუ ვთქვათ ისევ იმ ფილმს დავუბრუნდებით, რა მოხდა, ხო, რომ იქ იყო ნაჩვენები, რომ ეს მასკულინური კაცი და ძლიერი კაცი უნდა ყოფილიყო, რომელიც ფეხბურთსაც მაგრა თამაშობს, გოგონებსაც მაგრა მოწონს, ეს ბიჭი ფიზიკურად არის გამხდარი და აი მან რაღაცეები ვერ გადახარშა, იმიტომ რომ ცოტა თვითშეფასება სტარტყა ძალიან ამ ყველაფერმა, რაც მის ირგვლივ ხდებოდა და საბოლოო ჯამში მივიღეთ მკვლელი მოზარდი, ხო? აი ეს დრამატული ნაჩვენებია იმ პრობლემის, რა პრობლემის წინაშეც დღეს საზოგადოებები ვართ, იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ ბავშვებს ტოვებთ თავიანთი ბედის ანაბარა ინტერნეტის თუ ერთმანეთის რეპლიკების. ეხლა ეს ფილმი ძალიან კარგი მაგალითია, იმიტომ რომ მაგ ფილმში კიდევ ერთი დამატებითი მნიშვნელოვანი შრე არის წარმოდგენილი, რომ ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში ერთგვარი ტოქსიკურობის მარცვალი დევს. და ეს მარცვალი ნაჩვენებია იმ თეორიაში, რომ ქალების მხოლოდ 20% მოწონთ მამაკაცების და 80% არ მოწონს და ამიტომ რაღაცით უნდა მოვატყუოთ. და მეორე კიდე გოგონების ზუსტად ესეთი ცინიკური დამცინავი ერთგვარი რეპლიკა და შეფასება ისეთი
როგორც მათ უწოდეს ინცელებისგან, ანუ ისეთი მამაკაცებისგან, რომელსაც არ აქვს თითქოს და არანაირი უფლება თუ კადნიერება, რომ მე, რომელიც ეს დიპლომატი და ასე თქვა, შემდგარი გოგონა ეს როგორ მიარშიხება და აი ესეთი რაღაცა რეპლიკები, რომელმაც გამოიწვია ზუსტად ეს სულიერი ტრავმა, ხო? რომელიც გახდა საჯარო და არ იყო მათი კერძო მიმოწერი. აი ეს ტოქსიკურობა, რომელიც სამწუხაროდ ეს ბევრად უფრო ღრმა პრობლემაა, ვიდრე სექსუალური განათლების პრობლემა, ეს არსებობს ალბათ რაღაცა ერთგვარი სოციალური პრობლემაა, შეიძლება ასე ითქვას, რომ ეს ტოქსიკურობა ძევს რაღაცნაირად ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში, აი ეს შეჯიბრის მექანიზმი და თუ კი ჩვენ აი შევიტანთ სექსუალური განათლების რაღაცა საგანს და იქ არ იქნება წმინდად უბრალოდ ესეთი ინფორმაცია, ეს ამას ნიშნავს, ეს ამას ნიშნავს და ასე შემდეგ. ამაში იქნება თან ურთიერთობის კულტურაც გაშლილი. ანუ ურთიერთობის ჰიგიენას რაღაცა თუ შეიძლება ასე ითქვას. შევარბილებთ კი აი ამ ტოქსიკურობას, რომელიც შეიძლება ბიჭებსა და გოგოებს შორის იყოს. ხო, დაბეჯითებით ამას თქმას რა თქმა უნდა კვლევა სჭირდება, მაგრამ ძალიან ბევრ რაღაცას შევარბილებთ, ძალიან ბევრ რაღაცას შევუწყობთ ხალხთან. ტოქსიკურობასთან დაკავშირებით მთელი საზოგადოებაა ტოქსიკური დღეს უკვე. არა მხოლოდ ქალის და კაცის ურთიერთობა, ამიტომ აი სწორედ აქ არის, როცა ჩვენ რაღაცეებზე არ ვაწვდით მათ ინფორმაციას და როცა ვეუბნებით, რომ აი უბრალოდ ესეა რა და შენ წადიეხა და შენ გზაზე მოიძიე ინფორმაცია და აი რასაც მოიძიებ, ესე იგი ესეა, ამით ჩვენ მათ აი ამ არეალს თვალსაწიერს გარკვეულწილად ვუზღუდავთ და როცა ვუზღუდავთ ამ შემთხვევაში ყველა განსხვავებული, ცოტათი განსხვავებული მათგან არის უკვე მათთვის სამიზნე ძალადობის. ბულინგი სიტყვა რას ნიშნავს? ამას ნიშნავს სწორედ, რომ ნებისმიერი განსხვავებულობა უკვე არის მიზეზი იმისა, რომ ბულერმა და ასე ვთქვათ, იძალადოს, დააკნინოს მსხვერპლი. და როცა ჩვენ მათ ვუხსნით, რომ თუნდაც აი ბიჭურობაც ბევრნაირია, ხო? არ არის აუცილებლად რომ იყოს რაღაცნაირი ძალიან ძლიერი მაჩო, ესეთი ნავარჯიშები, ხო? ბევრნაირია ადამიანი ზოგადად. ამ შემთხვევაში აი ამ მიმღებლობას, რა თქმა უნდა, მათ ვუზრდით და შესაბამისად გაცილებით უფრო ნაკლებად ტოქსიურს ვხდით გარემოს. ამიტომ თუ ამ კონტექსტში შევხედავთ, რა თქმა უნდა, ტოქსიურობასაც უშველის იმდენად, რამდენადაც სქესობრივი განათლება გულისხმობს არა მხოლოდ თქვათ რეპროდუქციულ, როგორც უკვე ვთქვი, რეპროდუქციულ სისტემაზე საუბარს და თქვათ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმირებას თუ არასასურველი ორსულობის, ნაადრევი ორსულობის თავიდანაცვლებას, ასევე ურთიერთობების შესახებ ინფორმაციას, აი ამ ურთიერთობის ჰიგიენას სწორედ. და მეცაც გეტყვით, რომ ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ბაღის ასაკიდან ისწავლება და აი ამას რო ვიგებთ ხოლმე რაღაცნაირად გვეშინია, რომ სქესობრივი განათლება ბაღის ასაკში როგორ დიახ, სქესობრივი განათლება არ ქვია, მაგრამ ქვია ჯანმრთელობის შესახებ განათლება, რაც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად საკუთარ უფლებებს, საკუთარი სხეულის სხვადასხვა ორგანოს სახელწოდებებს, აი ამ საზღვრების შესახებ ინფორმაციას და ბაღის ასაკში უნდა ჩაეყაროს საფუძველი აი ამ ინფორმაციას, რომელზედაც შემდეგ დაშენდება უკვე თითოეული ასაკობრივი კატეგორიისთვის, თითოეული ასაკისთვის მათ ენაზე აკადემიურად და პროფესიულად ინფორმაცია. ეს ინფორმაცია, ისევ თქვენს კითხვას რომ დაუბრუნდე, რა თქმა უნდა, დიდწილად გულისხმობს ურთიერთობების შესახებ ინფორმაციასაც. ნატა, მოდი ახლა თავად ერთგვარი თეორიული მოდელი წარმოვიდგინოთ, როგორი უნდა იყოს ეს სქესობრივი განათლების გაკვეთილები. დაახლოებით რა ასაკზე გვაქვს ჩვენ საუბარი ჩვენს რეალობაში, ალბათ ჩვენ საზოგადოებას თუ კი ამას შევთავაზებთ და პირდაპირ სწორედ აი ასეთ ულტრა რაციონალურ პარადიგმა შევთავაზებთ, რომ ბაღიდან მე მგონი ესეთი გაუჭირდება. ამის მზაობა, ხო, აი სწორედ ეს არის, ძალიან სწორი აქცენტია, რომ ჩვენ უნდა გავთვალოთ მზაობა და თანდათან მეთოდურად მივაწოდოთ ინფორმაცია. შეიძლება ეს მდგომარეობა არის აწლეულების შრომის შემდეგ პერსპექტივა და შესაძლებლობა, მაგრამ ახლა აი ამ მომენტში, როცა საქმე დასაზრავია. და აი ახლა რომელი ასაკიდან უნდა დაიწყოს და აი თავდაპირველი პროგრამა, ერთგვარად საგნობრივად, როგორ უნდა გავწეროთ, დავიწყოთ ჰიგიენიდან, სხეულის ასე თქვათ, ორგანოების ცოდნიდან, ფიზიოლოგიიდან და მერე უკვე ურთიერთობის ჰიგიენიდან თუ შეიძლება ასე ითქვას. აი როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ეს?
ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენი უკვე დაგროვებული გამოცდილებაც გამოგვადგება, იმიტომ რომ ავად თუ კარგად რაღაცეები გაეროს მოსახლეობის ფონდით თუ სხვა რაღაცა რესურსებით გაკეთებულა და ეს წყალში არ უნდა ჩავყაროთ, ცხადია, მაგალითისთვის გაერო დაეხმარა სახელმწიფოს განათლების სამინისტროს და ექიმის საათი, ასეთი სრულიად ზღაპრული არაჩვეულებრივი პროგრამა იყო, ქართული რეალობის გათვალისწინებით პროგრამა იყო სწორედ, რომელსაც არ დაარქვეს სქესობრივი განათლება და არ შეუშვეს ვიღაცა ფინეთიდან ჩამოყვანილი ექსპერტი, არა. ექიმის საათი გულისხმობდა რას, რომ აი იმ თემებზე, რაზე ჩვენ საუბრობთ, დაწყებული აი ყველა თვალსაზრისით ჰიგიენაზე და ჰიგიენის დაცვაზე, ესაუბრებოდა სკოლაში მას თვითონ ექიმი, რომელსაც თავისი ნდობა უკვე აქვს მოპოვებული მოსწავლეებშიც და მოსწავლეების მშობლებშიც, მათთვის ნაცნობი ადამიანია, ექიმი, რომელიც დამრიგებელთან ერთად შედიოდა კვირაში ერთხელ და ატარებდა გაკვეთილს, სადაც სხვადასხვა თემებს განიხილავდნენ. ეს არის, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოდელი, რომ არც სქესობრივ განათლებას ვახსენებთ, იმიტომ რომ არც არის ახსენებელი ამ ეტაპზე, არც რაღაცა განსაკუთრებული მასწავლებელი მოყვავს სადღაც მთვარიდან და გვეუბნებით რომ ამან უკეთ იცის ჩვენზე, იმიტომ რომ მან უკეთ არ იცის ჩვენზე, ჩვენ ვიცით თუ სწორად გავაკეთებთ რაღაცებს. შესაბამისად, ეს იყო საპილოტე, 30 სკოლაში გაკეთდა, 30 სკოლაში მასწავლებლებიც გადამზადდნენ, რესურსებიც შეიქმნა, ექიმებიც მზად იყვნენ რომ ჩართულიყვნენ აი ამ მართლაც კეთილ და მნიშვნელოვან საქმეში, მაგრამ როგორც კი დაფინანსება შეწყდა ამ პროგრამასაც რა ბედი ეწია ახლა გარედან ესე ექსპერტულად მე არ ვიცი. თუ სწორად მახსოვს იყო საბაზო საშუალო საფეხური, მაგრამ ეს ხომ ზღვაში წვეთია. 2085 საჯარო სკოლაზე ვლაპარაკობთ საქართველოს მასშტაბით და ვამბობთ რომ 30 სკოლაში შევიდა რაღაცა და იმასაც რა ბედი ეწია არ ვიცით. თუმცა აი ასეთ ის რესურსი ხო არსებობს, უკვე არსებობს სასწავლო რესურსი, უკვე არსებობს თუნდაც 30 გადამზადებული ადამიანი ამ საქმისთვის, ხო? თუ ჩვენ ამის პრიორიტეტულობას დავინახავთ, ჩვენ შეგვიძლია ჩავეჭიდოთ და მაგალითად ერთი ეს იყოს, რაც გაკეთდება ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე ის იყოს, რომ რეალურად ბაღი ჟღერს განსაკუთრებულად და საშიშად, მაგრამ ჩვენ თუ სამწუხარო, საგანგაშო, წარმოუდგენელ სტატისტიკას მოვიშველიებთ, როგორიც არის მაგალითად პედოფილიის შემთხვევები საქართველოში. მაშინ ძალიან ცხადად დავინახავთ, რომ კი, ბაღის ასაკშიც კი ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მისი სხეული მისია და არავის მისი ნებართვის გარეშე არ შეუძლია მას შეეხოს. რომ თუ ეხებიან, უნდა თქვას, იმიტომ რომ მას სახელმწიფო დაიცავს. უბრალოდ უნდა იცოდეს, სად არის საზღვრები, რისი უფლებები აქვს, მისი უსაფრთხოება რას გულისხმობს. ეს თემების ბაღის ასაკის ბავშვებმა უნდა იცოდნენ, ხო? ნუ დავარქვევთ ამას სქესობრივ განათლებას და დავარქვათ ისევ ექიმის საათი, სადაც ამ თემებს ყოველგვარი სექსუალობის და სქესობრიობის გამოწევით და განცალკევებით მივაწვდით ბავშვებს, ხო? გვემახსენდება ერთი ფილმი. დიახ. მას ეწოდება მტერით. შეიძლება სახელი არ მახსოვს ზუსტად. მაც მიკელსენი თამაშობს. სადაც არ მახსოვს. მე გამოგიგზავნეთ. ნახა. კი ბატონო. აუცილებლად როიხელოთ. ანუ იქ ბაღის გოგონა, რომელიც შეყვარებულია მასწავლებელს. და მასწავლებელს აკუცებს თავად გოგონა ტუჩებში. და მასწავლებელი უარს იტყვის, არ შეიძლება ეს მარტო დედიკო და მამიკო, ჩვენთან არ შეიძლება. და შემდეგ ეს გოგონა დააბრალებს აი რაღაცა საშინელებას. აი, სკანდინავიური ფილმი იყო, მე მგონი ნანახი. კი. ანუ თუ კი ჩვენ შევიტანთ გარკვეული ინფორმაციებს ახლა სკოლაში, რომელიც ეს თემები მაინც შემდეგ გახდება განხილვის საგანი თავად თანატოლებში, აუცილებლად ისაუბრებენ ამ თემებზე. ანუ ისეთი ცნებები გახდება მათთვის ოპერატიული ცნებები, რომელიც ცნებებისაც ჯერ არ იყენებენ. და შემდეგ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან პოპულარული არ მინდა სიტყვა გამოვიყენო, ანუ ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა შეხება ბავშვების განსაკუთრებით ესე მშობლური, ასე თქვა, თითქოს დამოკიდებულება მე მახსენდება ფილმი მებები ილიკო და ილარიონი, აი იქ მასწავლებელი როცა იბარებს რაღაცა გაკვეთილს და მერისთან ეფერება თავზე, ეს ახლა დღეს უკვე რთულად წარმოსადგენია, მაგრამ მაშინ აი ესეთი პრაქტიკა იყო. აი რახან ბავშვები გაიგებენ აი ამ დაგვარ უცნებებს, უფლებებს და ასე შემდეგ. ვინმე მასწავლებელის აბსოლუტურად გულწრფელი მშობლური, ასე თქვათ, ხელით შეხება იქნება მე ერთგვარად უფრო
ახალი საფრთხის წარმოწევა, რომ აი გაჩნდეს რაღაცა ახალი დისკუსიები ისეთ საკითხებზე, რომელსაც შეიძლება ადგილი არც ქონია. მე მირჩევნია, მე როგორც მასწავლებელი, რომელმაც მე გულწრფელად გადავუსვი თავზე ხელი, მე ახსნა განმარტება მომიწიოს იმისა თუ რა გავაკეთე და ამით დამთავრდეს, ვიდრე ეს არ მოხდეს და იმ ბავშვს რეალურად სხვაგვარად შეეხონდა, მან ვერ მიხვდეს როგორ ეხებიან. ამიტომ რა საპირწონეთ რა დგას, ხო, აი ამ ორ მხარეს, ასე ვთქვათ, სასწორის რას ვდებთ, იქიდან უნდა ამოვიდეთ. ხო, მე გამახსენდა ეს ფილმი და ძალიან მძიმეა, იმიტომ რომ ჩამოიშლება მთლიანად მაშინ განათლების ესე ვთქვათ არეალიდან ამ კაცისთვისაც არის უდიდესი ტრაგედია. თუმცა ერთეული ასეთი ტრაგედიები ჭკუის სასწავლებელი ჯობია, ვიდრე ჩვენ რეალურად ბავშვები დავტოვოთ იმ საფრთხის წინაშე, რა საფრთხის წინაშეც, აი დღესაც მე და თქვენ რომ აქ ვხედავთ, ჩვენი შვილები დგანან. ხანუ მაკროსურათი ბევრად უფრო მნიშვნელოვან შედეგზე გაგვიყვანს, ვიდრე შესაძლოა ესეთი პრობლემები, ხო? ხო, ჰიპოთეტური პრობლემები, რომელსაც უფროსებმა უნდა მიხედონ და უნდა რაღაცნაირად გაერკვნენ სიტუაციაში. ჩვენს კულტურაშიც ერთგვარ რაღაცა მოდელების შეცვლის საკითხს, რომ ეს მოდელები თანდათან უკვე იცვლება. არავინ არ ვითხრა, მაგრამ იცვლება და კიდევ უფრო შეიცვლება უკეთესობისკენ. მე სიმართლე გითხრათ, აი საერთოდ ვერ ვხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას და საფრთხეს, აი ის თემები, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ უფრო აქცენტირებულად შევიდეს სკოლაში, სხვადასხვა საგანში, ან ერთი რაღაცა საგნის ერთი ქოლგის ქვეშ. მე მგონია, რომ ეს უბრალოდ გადასაწყვეტია და უბრალოდ გასააზრებელია, რომ ეს ესე უნდა გაკეთდეს და წერტილი. და დაიწყება პროცესი. სამღვდელოების გვერდში დაყენებითაც მათ შორის, იმიტომ რომ ასევე არ მეგულება მღვდელი, რომელსაც ყავს შვილები, რომელიც იტყვის, რომ მე არ მინდა რომ ჩემი შვილი არ იყოს უსაფრთხო. კი, მათაც უნდათ და ყველას გვინდა ეს ჩვენი როგორც საზოგადოების ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს. ამ პარადიგმაში თუ გავატარებთ მთლიან სურათს, მივხვდებით როგორი მნიშვნელოვანი თემაა და როგორი აქტუალური და თუ ჩვენ ისევ ამას სექსუალურ განათლებას დავარქმევთ, ისევ მოვიყვანთ განსაკუთრებულ რაღაცა საგანგაშო და მწვავე ლიტერატურას, რომელიც ლიტერატურაც არ არის, ვიღაცამ სადღაც სტამბაში დაბეჭდა და მე მომაქდა ვამბობ, რომ აი აქ ეხლა ჩვენ, რა ვიცი, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ვეწევით, ესე შორს ვერ წავალთ, ხო? ესე ის ძალები, რომლებსაც მე კონსერვატიულ ძალებს არ ვუწოდებ, მავნებლური ძალები, არც დავასახელებ ცხადია მათ სახელებს, მაგრამ საზოგადოებამ განსაზღვროს, ისინი, რა თქმა უნდა, გაითბობენ ხელს. მაგრამ მათზე არ უნდა ავაგოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი შვილების უსაფრთხოება. ხო, ისინი რას იტყვიან, ისინი მოაწყობენ თუ არა აქციას, ეს როცა აქეთ მხარეს ჩვენი ბავშვების უსაფრთხოება დგას, არ უნდა გვაღელვებდეს. თუმცა მათ მღელვარებასაც აქვს, რა თქმა უნდა, ალბათ საბაბი და მათთან მუდმივი კომუნიკაცია, მათთვის ინფორმაციის გაზიარება ყოველთვის უნდა, ასე ვთქვათ, ლაიტმოტივად გასდევდეს ამ პროცესს. ტექნიკურად როგორ უნდა გახორციელდეს ახლა ეს გაკვეთილები, როგორ უნდა მოეწყოს, დაახლოებით რომელ კლასებში. და აი აქ ყოველთვის არის ისევ გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ჩვენში მაინც არის ერთგვარი სიმორცხვე, აი ამ თემების მიმართ. გოგონების და ბიჭების ერთად გაზიარება ასეთი გაკვეთილების, თუ როგორ უნდა იყოს ტექნიკურად ორგანიზებული. იცით რა, ასეთი სასწავლო პროცესი. ცხადია, ჰიგიენის რაღაცა საკითხები, ისეთი საკითხები ნაკლებ, ასე ვთქვათ. რაღაცა უხერხულობას გამოიწვევს შეიძლება, მაგრამ როცა მივადგებით ისეთ საკითხებს, რომელიც უკვე ანუ სექსის და სექსუალურობის ჰიგიენას ეხება, ხო? და ისეთი პრაქტიკების მავნებლობასაც ეხება, რომელიც თუნდაც სექსუალურობის კულტურაში შეიძლება არსებობდეს სხვა არა ტრადიციული სექსის, ასე ვთქვათ. აი აქაც ესენი როგორ უნდა მივაწოდოთ უკვე ბავშვებს, რომ რაღაცაზე დაუშვათ არ შეიძლება, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი სხეული, ჩვენი ტაძარია, აი ეს როგორ. დარგის სპეციალისტებს ამ ყველაფერზე აქვთ დეტალურად პასუხი. ყველა აი ის რაც თქვენ ჩამოთვალეთ, აი ამ ყველა წესის დაცვით შესაძლებელია საუბარი გოგონებთან და ბიჭებთან ერთდროულად, არაფერზე უხერხულზე, არაფერზე სასირცხვილო თემატიკა აქ არ შედის. ეს არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიურობა და ჩემი ფსიქო-ემოციურ თუ ფიზიოლოგიური ჯანმრთელობის საკითხები. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ეს როცა აქვს მოზარდს ინფორმაცია მიწოდებული, როცა იცის კვალიფიციურად დაწერილი ტექსტი რას გულისხმობს და როგორ და ეს აქვს, ასე ვთქვათ, მას ფორმალური განათლების ნაწილში მიღებული,
ამ შემთხვევაში რაღაცა დევიაციასთან აქვს საქმე თუ რაღაცა არა ნორმირებულთან იქ უკვე თვითონაც ხვდება რასთან არის საქმე. ჩვენ არ ვალთ ასე ვთქვათ ვალდებულები რომ ძალიან შრეებში და ძალიან სიღრმეებში შევიდეთ. ამას არც ერთი სისტემა, განათლების სისტემა არ აკეთებს. ჩვენ უბრალოდ აი ეს ბაზისი, მყარი ბაზისი უნდა მივაწოდოთ, რომელიც გულისხმობს სწორედ ფიზიოლოგიურ ცოდნას, ფსიქოემოციურ ინფორმაციასაც, რაზე დაყრდნობითად შემდეგ მოზარდი უფრო კარგად საზღვრავს რა არის სწორი, რა არასწორი მისთვის. აი ეს არის რეალურად. ანუ არაფერზე აქ საგანგაშოზე და განსაკუთრებულზე არ მიდის საუბარი. ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი და აი ასევე უნდა მივაწოდოთ მათ. დავუშვათ აი ამ თემაზე შედგა საზოგადოების კონსენსუსი. ეხლა მეორე სერიოზული პრობლემა იქნება თავად კადრების დეფიციტი. ჩვენ გვაქვს კადრების დეფიციტი ფრიად ტრადიციულ საგნებში. მათ შორის კვალიფიციური კადრების და მით უმეტეს როცა ესეთ ამბიციურ საკითხს დავაყენებთ, აქ კიდევ უფრო მეტი იქნება ალბათ კვალიფიციურ კადრებზე ერთგვარი სწორება, შეფასება, რა ხარისხია, როგორ მიაწვდიან ბავშვებს, იმიტომ რომ შეიძლება ერთგვარი მიმღებლობა იყოს და დათმობა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გვაქვს კიდე ერთი მავნე კულტურა, რომ ბავშვებს ვამზადებთ კერძო რეპეტიტორთან და სკოლაში პედაგოგი თუ კარგად არ უხსნის ჩემ შვილს, არა უშავს მე ამას გადავწყვეტავ, მაგრამ აი აქ ამ საკითხში ახლა ეს უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეს. თუ კი ასეთ რაღაცას მე ვუშვებ. როგორ ვშვებით ახლა აი ამ საკითხს, აი კადრების საკითხი? მე გავაფართოებდი ცოტა არეალს და ვიტყოდი, რომ ყველა საგნის მასწავლებელი უნდა გვყავდეს მოწოდების სიმაღლეზე. ის რომ რეპეტიტორი მჭირდება, ეს არის უბრალოდ ჩემი რაღაც გარემოსთან ადაპტაციის უნარი, რომ რა ვქნა და მოდი რეპეტიტორი მჭირდება. თუმცა აქვე ამასაც გეტყვით, რომ თუ კი ჩვენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს გადავავლებთ ხოლმე თვალს, აღმოვაჩენთ, რომ არც კერძო სკოლის და არც რეპეტიტორ გამოვლილი მოსწავლეები, არამედ ჩვენი რეგიონის მოსწავლეები არიან ხოლმე ძალიან ხშირად პირველ ადგილებში მათთან ერთად, რეპეტიტორ გამოვლილ მოსწავლეებთან ერთად, ხო? ანუ ამით რისი თქმა მინდა, რომ რეპეტიტორი რო ყავს, ეს არის რა თქმა უნდა ოჯახის გადაწყვეტილება და იმიტომ რომ რაღაცა გამოერკვეს ამ სიტუაციაში და უზრუნველყოს თავისი შვილი იმცოდნით, მაგრამ ჩვენ რეალურად გვყავს კვალიფიციური მასწავლებლები გვყავს. ჩვენ გვყავს კოჰორტა, მასწავლებლები 65,000 ვეზე შეიძლება ეს ვერ ვთქვათ, მაგრამ დიდი ნაწილი ჩვენ გვყავს მასწავლებლების, რომელთა მადლიერებიც უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჰაერიდან ეს თაობა, რომელზედაც ახლა გვაქვს სწორება და ვამბობთ, რომ აი როგორი არაჩვეულებრივი თაობა მოვიდა და როგორი პასუხისმგებლიანი და როგორი მოქალაქეები არიან, ეს თაობა ვინ გაზარდეს აი ამ საჯარო სკოლებმა, ხო? იმიტომ რომ ძალიან პატარა ხვედრითი წილია მაინც კერძო სკოლების და მაინც რეპეტიტორები, რომელ ოჯახებსაც შეუძლიათ. ამიტომ ამ მასწავლებლებს, რომლებიც არიან დღეს სკოლაში, უნდა მადლობა ვუთხრათ და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ცალსახად, მაგრამ მეორეა, რომ აქაც რაღაცა მანტრასავით ვიმეორებ ხოლმე ერთ და იგივეს, მაგრამ აქაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი თუ პროგრამა დაიწყო წლების წინ, რომელიც მე რა თქმა უნდა შეჩერდა, ისევე როგორც ბევრი სხვა მნიშვნელოვანი წამოწყება, რაც იყო ღვაწლმოსილი მასწავლებლების ღირსეული გაცილება სისტემიდან. ისინი თუ არ წავლენ, მათ თუ მადლობას არ ვეტყვით და ისე არ გავუშვებთ და არა იმითი რომ შენ თქვათ რაღაცა შენ საკვალიფიკაციო ჩარჩოში ერთი საფეხურიდან მეორეში ვერ გადახვედი და ამიტომ კარგად იყავი, არა. მათი წვლილი და მათი ღვაწლი დავაფასოთ, გადავცეთ რაღაცა ჯილდო იქნება თუ ყვავილი იქნება და გავუშვათ ასე სახლში, ჩვენ ყველა საგანში, არა თუ სქესობრივ განათლების კომპონენტში, არამედ ყველა იმ მნიშვნელოვან საგანშიც, რომელიც წარმოადგენს განათლებული ადამიანი, რომლის ცოდნაც გულისხმობს განათლებულ ადამიანს, ჩვენ ძალიან დიდი დეფიციტი და პრობლემა გვექნება. ამიტომ ახალი კადრის, ახალი სისხლის შედინება ამ სისტემაში უნდა მოხდეს, რაც დღეს არ ხდება. ამიტომ ვამზადებთ მასწავლებლებს, სხვადასხვა პროფილის მასწავლებლებს, სხვადასხვა საგნებში, მაგრამ ისინი შემდგომ სკოლაში ვერ ხვდებიან. ამიტომ პირველი პრობლემა ის არის, რომ სკოლის ზოგადად საგანმანათლებლო სისტემა უნდა გაიხსნას ახალი პედაგოგებისთვის, რომლებიც იქნებიან გადამზადებულები და მცოდნეები, როგორც ქართულის და მათემატიკის და სხვა საბაზისო საგნების, ასევე აი ამ სქესობრივი განათლების კონტექსტში ერთი ეს არის და მეორე არსებული კადრების გადამზადება, იმ კადრების გადამზადება, რომლებსაც ესმით ამის მნიშვნელობა, იმიტომ კი არ ვამზადებ მე რომ მოდი ახლა აქ რაღაცა ქართულში ბევრი მასწავლებელი მყავს და ამ საათებს გადავუნაწილებ და ერთ-ერთ ქართულის მასწავლებელს აქეთ
წამოვიყვანდა მას, არა, ესე არ უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, ხო? ჩვენ უნდა გვყავდეს აი ამ მიმართულების სპეციალისტები, რომლებსაც შევიყვანთ სკოლაში. რა თქმა უნდა, შრომატევადია, ეს ეხა ერთი რაღაცა ტაშის შემოკვრით ვერ განხორციელდება, ამას უნდა ძალიან დიდი მუშაობა, როგორც პროგრამის შექმნას, ასევე ამ პროგრამის შესაბამისად კვალიფიციური კადრების მომზადებას. მთავარი აქ არის დაწყება რაღაცის, ხო? ჩვენ ვერასდროს ვერ გავალთ ფონს, თუ არ დავიწყეთ ეს პროცესი და ვერ ვიწყებთ, აი ამ ეტაპზე ვართ ყოველთვის. ეს საგანი, აი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, დავუშვა ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ამ საგნის შეტანა სკოლებში. უნდა იყოს ვიდეო, აუდიო მასალა, ანუ ახალი სწავლების მეთოდი, ანუ შესაბამისი კაბინეტები ამისთვის. ნუ არსებობს უკვე სკოლებში ერთგვარი ელექტრონული საკლასო ოთახი. ანუ განსაკუთრებით იმ სკოლებში, რომელშიც განხორციელდა გარკვეული ერთგვარი რემონტი და ახალ თანამედროვე სტანდარტებთან მოყვანა, ერთი კლასი აუცილებლად აქვს ერთგვარი ელექტრონული საკლასო ოთახი, სადაც არის მულტიდაფა და შესაძლებელია, რომ ახალი მულტიმედიები ან სპეციალური ფლეშები გაკეთდეს იმისათვის, რომ გადაასაადგილებელი რაღაცეები დაიწეროს და გაკეთდეს, ან ვიდეოები, რომელიც როგორ მაშინ თუ ვიდეო. ან თუ ეს უნდა იყოს სახელმწიფო, ანუ წიგნი. წიგნი გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე თაობას, რომელსაც აი ეს წიგნით ეს არქაული ასე თქვა სწავლების მეთოდი, რამდენად ეფექტურია. ბევრს ბავშვებს არ უყვარს წიგნი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ფორმალურ განათლებაზე, წიგნი განუყოფელი ნაწილია ამ ყველაფრის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ფორმალურ განათლებაზე, იქ სწავლების მეთოდები არის მრავალფეროვანი. და აქ არავინ არ ზღუდავს არც ქართულის მასწავლებელს და ისევე როგორც არც ბიოლოგიის მასწავლებელს, რომ მაქსიმალურად ინტერაქციული იყოს, მაქსიმალურად იყოს ხატოვანიც და რატომ? იმიტომ რომ განათლების ფსიქოლოგიაში არის გარდნერია თუ სხვა სპეციალისტები და დიდი მეცნიერები ყველა შეჯერდა იმაზე, რომ ადამიანს აქვს სხვადასხვა აღქმის არხი, ხო? ვიღაცა უფრო მეტად ვიზუალურად გამოტანილ ჩარტებს და ვიდეოებს აღექვამს, ვიღაცა უფრო ტექსტს, რომელსაც ის წაიკითხავს, უკეთ გაიაზრებს. ამიტომ ამგვარად, როცა არის ნებისმიერი ლიტერატურა, არ არის აქ მხოლოდ სქესობრივ განათლებაზე საუბარი ჩაშლილი, ეს ეხმარება ბავშვს, მოზარდს აითვისოს მასალა, ხო? დიდი ხანია უკვე ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ მხოლოდ ერთგვარი ინტელექტი არ არის, ხო? ეს IQ რაც ადრე იყო, აღარ არის ასე. ბევრნაირი ინტელექტია, სივრცითი ინტელექტი, მათემატიკური ინტელექტი და ასე შემდეგ. და აი ეს გულისხმობს სწორედ ამას, რომ ეს სხვადასხვა არხით უნდა მომაწოდო ინფორმაცია, რომ გავიგო. ამიტომ მარტო ამ საგანთან მიმართებაში ნუ ვიტყვით, ყველა საგანს სჭირდება ამგვარი სხვადასხვა სწავლების მეთოდის გამოყენება. თუმცა, როცა ჩვენ ისევ 2095 სკოლაზე ვსაუბრობთ, უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი და უნდა ისიც ვთქვათ, რომ აი ეს კომპიუტერული უზრუნველყოფა ძალიან ბევრი სკოლისთვის მიუწვდომელია. ძალიან ბევრ სკოლაში გაკეთებულიც არის, მაგრამ მე დაკეტილია, იმიტომ რომ მოხმარებამდე ვეღარ მივიდა საქმე. ამიტომ აი ესე დიდ სურათში და კომპლექსურად თუ შევხედავთ, იმდენი რამ არის მოსაწესრიგებელი, რომ ბოლოს კურსს მაინც ვეღარ მოვკიდებთ ხელს, მაგრამ რაღაცით არის დასაწყები და აი პატარ-პატარა ნაბიჯებით მგონია, რომ აი ეს ვთქვათ წინააღმდეგობაც შემცირდება საზოგადოებაში და საბოლოო ჯამში მივალთ იქამდე, რომ ხო, სხვადასხვა მეთოდის, სწავლების მეთოდის გამოყენებით მათ შესაძლებელია, ეს ინფორმაცია რომ უაღრესად მნიშვნელოვანია და რომ მასწავლებლებსაც ვიპოვით, რომლებიც ამას ასწავლიან, მთავარია არსებობდეს ნება, სახელმწიფოს ნება. როგორი უნდა იყოს პროგრამა? დავუშვათ ზოგადად პრობლემის აქტუალურობიდან და ალბათ პრობლემის სერიოზულობიდან გამომდინარე, ალბათ იცვლება თემატიკა, ხო, როგორც შეიძლება წარმოვიდგინოთ, ალბათ პირველ ეტაპზე შეიძლება იყოს ეს ჰიგიენა, ფიზიოლოგია და შემდეგ ალბათ გვიანდელ კლასებში უკვე იყოს აი სწორედ ეს სექსუალურობის კულტურა, სექსუალური ურთიერთობები და აი სხვა ესეთი სპეციფიური საკითხები, რომელიც ჯანსაღი ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს როგორ შეიძლება გქონდეს წარმოდგენილი, რა თემები უნდა იყოს, როგორ უნდა განვითარდეს
მსჯელობა აი ამ საგანში. მოგახსენებთ, ამ შემთხვევაში უკვე რომელ ქვეყნებმაც ეს გააკეთეს და წარმატებით გაართვეს თავი, შეგვიძლია რომ გავიაზროთ მათ რა გააკეთეს. მე კიდევ ერთხელ ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, რომ ესე გადმოვიტანოთ სხვაგან გაკეთებული, იმიტომ რომ ეს არასდროს არ არის იმ შედეგზე გამსვლელი, რაც თქვა ჩვენს წიაღში რომ რაღაცაზე ვიმუშაოთ და გავაკეთოთ, მაგრამ რეფერირებისთვის ასე ვთქვა, ძალიან კარგია, ხო? მაგალითად, რა ხდება ფინეთში, რა ხდება გერმანიაში, სავალდებულო კომპონენტად არის შესული. ხდება ის, რომ ბაღის ასაკიდან იწყება, როგორც უკვე აღვნიშნე, მაგრამ იწყება აბსოლუტურად სხვა თემები, როგორიც არის სწორედ ეს. ჩემი სხეული, უსაფრთხოება, უსაფრთხო სივრცე რა არის, რა ქვია ჩემი სხეულის სხვადასხვა ორგანოს და რომ აი ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, ველი უსაფრთხოების. სად თავდება ჩემი სხეული, სად იწყება სხვისი კონტექსტი არის უფლებების და უსაფრთხოების. ამის შემდეგ უკვე არის დაწყებითი საფეხური, სადაც იგივეზე ვსაუბრობთ, ცოტათი მეტი დეტალიზებით, სადაც უკვე ძალიან მცირედით, მაგრამ გარკვეულ ურთიერთობებზე ლაპარაკით შემოდის. ურთიერთობები ოჯახშიც, ხო? აი ეს ვთქვათ, ის ეკოსისტემა, რომელიც ოჯახშია, ესეც ერთვის ამ ყველაფერს და ცოტა უფრო აფართოებს ამ კონტექსტს, რასაც ურთიერთობა ქვია, რასაც ისე უსაფრთხოება ქვია და ჩემი პირადი სხეულებრივი თუ ფსიქოემოციური უსაფრთხოება ქვია. ამის შემდეგ უკვე საბაზო საფეხურზე გადავდივართ, სადაც შემოდის, იმიტომ რომ უნდა მიუყვეთ განვითარებას მოზარდის, ხო? აქ რეალურად ჩვენთვის მთავარი საკითხი რა არის? ღერძია, აი ამ საგნის, რომ მე მიუყვები ბავშვის განვითარებას ერთი საფეხურით ვუსწრებ წინ. იმიტომ რომ მისთვის არ იყოს რაღაცები უცხო და რაღაცები მოულოდნელი. შესაბამისად, საბაზო საფეხურზე მე ვიწყებ ახსნას მისთვის ასეთი რაღაცების უკვე ძალიან მცირე დოზით სქესობრივი განათლება, ესე ფართო კონტექსტით რაც გვესმის აი ამ ტერმინის უკან, უკვე ეს შემოდის უფრო მეტად განვითარების, ჩემი ფიზიოლოგიური განვითარების კონტექსტში, იმიტომ რომ გვერდს ვერაულეთ იმას, რომ გარკვეული სქესობრივი მომწიფების ნიშნები უკვე პუბერტატის ასაკზე, ასაკთან როცა მიდის და როცა უკვე ამ ფაზაში შედის, ხო, პუბერტატის ასაკი ეს არის გარდატეხის ასაკი, თინეიჯერობას, რასაც ვეძახით, ხო? შესაბამისად, უკვე საბაზო საფეხურზე მე უნდა მივაწოდო ეს ინფორმაცია მას, რომ მომზადებული შეხვდეს იგივე პირველ მენარქეს. მომზადებული შეხვდეს იმ გარკვეულ სხეულებრივ ცვლილებებს, რომელიც ცალსახაა და გარდაუვალი და მას არ გაუჩინოს შემდგომ უკვე მიუღებლობა საკუთარი სხეულის დისმორფოფობია უკვე შემდგომ რაც შეიძლება, აი რაღაცეებში დანახვა რომ სხვანაირი ვარ, ცუდი ვარ და ასე შემდეგ, ხო? აქ უკვე მე მთელი შრე შეიძლება ჩამოიშალოს იმ პრობლემების, რომ შესაბამისად მოსწავლე მომზადებულია საბაზო საფეხურზე და საბაზო საფეხურის შემდეგ უკვე საშუალო საფეხური გვაქვს სკოლაში, როცა უკვე კიდევ უფრო მეტი აქცენტი კეთდება, უკვე ნაადრევ ორსულობებზეც კეთდება აქცენტი, როგორ უნდა დავიცვან მოზარდებმა ამ ყველაფრისგან თავი და კიდევ ერთხელ ჩვენ საგანგაშო სტატისტიკაში ვცხოვრობთ. ათასობით არასრულწლოვანი როცა წლიდან წლამდე ორსულდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცა ძალიან დიდი გამოვტოვეთ, როგორც საზოგადოებამ გამოვტოვეთ, როგორც მშობლებმა გამოვტოვეთ, როგორც იმ საზოგადოებამ, სადაც ახლა რა ვიცი, გვეამაყება, ხო, რომ განათლების სისტემა ჩვენთან ავად თუ კარგად, არც 90-იან წლებში ომი რო იყო, არ ჩამოშლილა და მაინც ფეხით დადიოდნენ მასწავლებლები და ატარებდნენ 1918 წლიდან ესეც გვეამაყება, რომ ჯერ კიდე საბჭოთა უკაცრავად და რუსეთის იმპერიის პირობებში ჩვენთან ყველაზე ჩვენი მნიშვნელოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო უნივერსიტეტი დაფუძნდა და აი რაღაცები გაგვიკეთებია განათლებაში რაღაცები, ხო? და ამ დროს ძალიან დიდი რაღაცა გამოვტოვეთ, ფაქტია, იმიტომ რომ 1000 მოზარდი წელიწადში არასრულწლოვანი არ უნდა ფეხმძიმდებოდეს, იმიტომ რომ ამ 1000-ის უკან ისევ როგორც უკვე ვთქვით, 1000 ბავშვის მართლა ტრაგიკული, ასე ვთქვათ, ცხოვრების ისტორია ისახება. შესაბამისად, აი როცა ესე ჩვენ თლიან ჭრილში დავინახავთ, რომ ბავშვის განვითარებას ერთი საფეხურით უსწრებთ წინ, იმიტომ რომ სწორედ მათი უსაფრთხოება უზრუნველყოთ, ეს არის სწორედ განათლების სისტემის პასუხისმგებლობაც, ეს არის მოსახლეობის, საზოგადოების პასუხისმგებლობაც და თავისი სახელმწიფოსიც, ხო? ჩვენ მეტი რა გვაქვს? ჩვენ გვყავს ყველაზე დიდი, ყველაზე მოსაფრთხილებელი რაც არის ახალგაზრდა თაობა და ადამიანები ზოგადად, რასაც უნდა ჩვენ გავუფრთხილდეთ და მივხედოთ. და აი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, მისახედი, რომელიც დღეს არის ესე ბედის ანაბარა, ცალსახად გახლავთ ეს. ჩვენ სკოლაში არის კიდე ერთი სერიოზული პრობლემა, ეს არის მე-12 კლასში მოსწავლეები რო არ დადიან და ალბათ
ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ ესე ზოგადად თუ არ გადავხედოთ აი სპეციფიკას, რომ ალბათ მე-12 კლასია ის, როცა აი ძალიან სპეციფიური შეიძლება უფრო ინტიმურ, ასე ვთქვათ, კერძო საკითხებზე გქონდეს ახალგაზრდებთან მუშაობა, მაგრამ ისინი არ დადიან. აი ესეთი კონკრეტული, ესეთი სპეციფიური, ასე ვთქვათ, მოვლენები და მე მახსოვს ერთი მომენტი, როცა ეს საკითხი მუსირებდა დიდი ხნის წინ, რომ ხომარჯობია უნივერსიტეტშიც შევიდეს აი ესეთი რაღაცა საგანიო, ანუ მაშინ იმდენად ფრთხილობდნენ მოსწავლეთათვის აი ამდაგვარ თემებზე საუბარს იქნება ამისთვის კიდევ უფრო ზრდასრული ასაკის აუდიტორია საჭირო და სტუდენტებში შევიდეს აი ამდაგვარი რაღაცა საგნების საუბარი. მე არ მიმაჩნია რომ რაიმე ფორმით ეს სტუდენტებთან სასაუბრო თემა არ არის და მათთვის ასე მნიშვნელოვანი საკითხები გასახედველი არ არის. ჩვენ განათლების სისტემაში როგორ წარმოგვიდგენია ეს მარტო სკოლის ასე ვთქვათ პროგრამა არის თუ თავად აი ამ ურთიერთობის თუ ჯანმრთელობის საგანი უნდა გრძელდებოდეს უნივერსიტეტებშიც. რატომ არის ზოგად საგანმანათლებლო სისტემა მთავარი სამიზნე ამ თვალსაზრისით? იმიტომ რომ ბავშვები უფრო მეტად არიან მოწყვლადნი, იმიტომ რომ მათ ჯერ სოციალური უნარები განვითარებული არ აქვთ. აი, მთავარი პრობლემა აქ ეს არის, რომ სოციალური უნარები სად მიხვდნენ, რომ საფრთხეა და უკვე თავი შეიკავონ, რაც უკვე სტუდენტმა იცის. სტუდენტებმა ეს უკვე რატომ არის, აი სტუდენტებშიც ესე ვთქვათ, ხელჩართული ჩხუბებიც უფრო ნაკლებია, ვიდრე ვთქვათ სკოლის პერიოდში, იმიტომ რომ სკოლაში ეს ჯერ კიდე არ არის ბოლომდე გამოთლილი ჩემი სოციალური უნარები. თვითონ აი ბულინგიც მაშინ არის აქტუალური და ბულინგის ქცევასაც მაშინ ვადევნებთ თვალს, როცა ეს სოციალური უნარები, ლავირების უნარი არ მაქვს. მე სად არის ჩემთვის თქო რაღაცა საფრთხე და გავეცალო და სად დავიცვა და როგორ დავიცვა საკუთარი უფლები. ამიტომ წვავეთ ეს საკითხი დგას სკოლის პერიოდში. ამას ერთვის რა თქმა უნდა ისევ და ისევ წვდომა სოციალურ ქსელებთან და ინტერნეტთან, სადაც ბავშვები შეიძლება რეალურად აი ამ ონლაინ ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდნენ, როცა ვთქვათ რაღაცას გააგზავნინებენ ისეთ სურათს, რომელიც ვთქვათ არც ისე სასურველია ამ ბავშვისთვის რომ გავრცელდეს. აქ გვინდა გავიხსენოთ გოგონამ თავი რო ჩამოიხჭოს საშინელი. აქეთ მივდიოდი სწორედ გოგონა, რომელიც ხო ეს ადრე რამდენიმე წლის წინ იყო, მაგრამ აი დღემდე მოუშუშებელი იარა და მოუშუშებელი ტკივილია. მთელი საზოგადოება დამარცხდა მაშინ. მთელი საზოგადოება და ბევრჯერ დავმარცხდით. ასეთი შემთხვევები ბევრია, როცა ჩვენ ცალსახად დავმარცხდით და აი სწორედ ამიტომ იქ არ გვაქვს დრო დასაკარგი. ხვდებით ხო, რას გულისხმობ? ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში. კარგავთ დროს ვიღაცა გოგონა რაღაცა საფრთხეში ეხვევა, ბიჭი რაღაცა საფრთხეში ეხვევა და ძალიან ცუდად უმთავრდებათ შემდგომ ეს მთლიან საზოგადოებას. ამიტომ არის რომ იქ ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, მე მეცაც გეტყვით რომ არის ქვეყნები, სადაც მშობლობისთვისაც ამზადებენ და მშობლების პედაგოგიზაცია ქვია ამას, რაც ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია, ხო? მე კი ვარ ზრდასრული, მაგრამ მე უნდა ვიყო მშობლობისთვის მზად. მე უნდა ვიცოდე, აი სწორედ ეს ნაწილი რომ ჩემი შვილი რო იბადება, რა განვითარების გზას გადის, რა კითხები რომელ ასაკში უჩნდება, მე როგორც მშობელმა ეს უნდა ვიცოდე. ვიცოდე, რომ ისევ განათლების სისტემას დავეხმარო, იმიტომ რომ ჩემი როგორც მშობლის და განათლების სისტემის, როგორც სისტემის საზრუნავი ერთია. ჩვენი საერთო შვილის, ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა. ამიტომ ეს უწყვეტი პროცესია, რა თქმა უნდა, რაც ხო, უნდა დავინახოთ, თვალი გავუსწოროთ და ისევ პასუხის მგებლები გავხდეთ. აქ ერთი სერიოზული პრობლემა გვაქვს კიდევ. ჩვენ აი ამ თემაზე საუბრისას უფრო მეტად აქცენტი შეიძლება გქონდეს გოგონათა დაცვაზე. ნუ ცხადია, შესწომა გოგონას შემთხვევაში მთლიანად დაისახება უკვე მის მომავალზე და მის მდგომარეობაზე შეიძლება სტატუსზეც, ხო? თავისთავად ცხადია ეს სპეციფიური თემაა ცალკე საკითხი, მაგრამ ბიჭებსაც აქვს სერიოზული პრობლემა. ბიჭებსაც აქვს და ჩვენ საზოგადოებაში არსებობს ძალიან რთული და მანკიერი, ასე ვთქვათ, შეხედულება თუ მიდგომა ამ საკითხისადმი, როდის ექნება ბიჭს სექსუალური გამოცდილება, ანუ ბჭყალებში დავაშკაცება ეგრეთ წოდებული და აი აქაც არის სერიოზული საფრთხე. სწორედ მოსწავლე ახალგაზრდებში გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს ხელმისაწვდომი დაუშვა სექსუალური პარტნიორი მისთვის არის აი სექსუალური მუშაკი და იქ კიდევ ახალი ასე ვთქვათ ტრავმის გამომუშავება ხდება. ან ისეთი ასე ვთქვათ მოდელის ათვისება,
გოგონებთან ურთიერთობაში, რომელიც უკვე დეჰუმანიზაციას გულისხმობს გოგონასთან ურთიერთობაში, რომელიც უკვე პატივისცემას გამორიცხავს როგორც პარტნიორის, თუ კი ანუ ადამიანის სექსუალურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს ობიექტთან უკვე და ის აღარ აქვს ის სასიყვარულო ურთიერთობები გამოთიშულია, შემდეგ ოჯახშიც არის უკვე დაახლოებით იგივე. ანუ ეს პრობლემა სერიოზულია, ბიჭების ნაწილი ამ პრობლემის კარგად გააზრებული არ არის. ეგ საკითხი სცდება განათლების ფსიქოლოგიის კონტექსტს, იმიტომ რომ მანდ უკვე სხვა ბევრი შრე შემოდის ალბათ ხვდებით, მაგრამ მე მხოლოდ ერთს ვიტყოდი, რომ ეს არ არის მართებული, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ გოგონები უფრო და ამ დროს ბიჭებიც ორივე ერთნაირად, ორივე სქესს შეეხება ის თემატიკა, რა თემატიკაც მოიაზრება სქესობრივი განათლების უკან. დიახ. აი, ერთი საკითხი. სადაც განხორციელდა. დიახ. აი ეს სექსუალური განათლების პროგრამა. შეიძლება სხვადასხვა სახელწოდებებით ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შემცირდა თუ არა იქ ანუ სექსუალურად შევიწროებული ადამიანების სტატისტიკა, განქორწინების სტატისტიკა შემცირდა თუ არა, ანუ შეიქმნა თუ არა იმ საზოგადოებაში ერთგვარი რაღაცა კულტურული მოდელები, რომელიც უფრო ჯანსაღ ურთიერთობებს გულისხმობს. დრამატული ვარდნა იყო იმ ყველა ევროპულ ქვეყანაში, რომელიც მე ვახსენე, ესტონეთი იყო თუ ფინეთი, ყველგან იყო დრამატული ვარდნა კონკრეტულად ნაადრევი არასასურველი ორსულობის და აბორტის შემთხვევების მოზარდებში. ეს კონკრეტული სქესობრივი განათლების სკოლებში შეტანა და ჯანსაღი ურთიერთობები და თუნდაც ვთქვათ გაშორებები, განქორწინებების სტატისტიკა მე არ ვიცი რამდენად არის კორელაციაში, ამას კვლევა სჭირდება და დადარება, ასე ვთქვათ, ამ მაჩვენებლების. სადაც შეიძლება ვერ მივიღოთ სწორი სურათი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ მყარ ურთიერთობებს და ვთქვათ ქორწინების სიმყარეს ძალიან ბევრი სხვა შრეც სდევს თან, არა მხოლოდ ვთქვათ ახალგაზრდობაში მიღებული სქესობრივი განათლება, ხო? იმიტომ რომ აქაც ვთქვათ სოციოკულტურული და რაც თავარია ეკონომიკური ფაქტორი შემოდის, ხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ოჯახი შენარჩუნდეს და მოკლედ ბევრი შრეა. აქედან გამომდინარე, ესე მხოლოდ დიფერენცირება და სქესობრივ განათლებაზე ლაპარაკი გაგვიჭირდება ამ ნაწილში, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცით, არის ეს სწორედ, რომ სქესობრივი განათლება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნაადრევი არასასურველი ორსულობების დრამატულ შემცირებას და მე მგონი ეს უკვე ის პასუხია, რასაც უნდა დავჯერდეთ და დავიწყოთ ამ მიმართულებით მუშაობა. რაც აშინებს ალბათ ქართულ საზოგადოებას ერთგვარი ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, ეს არის ანუ ქალის სექსის უფლება, ანუ ქორწინებამდე სექსის უფლება და თუ რაიმე წინააღმდეგობა იქნება ალბათ აი ამ რაციონალური მიდგომის და პროგრამის მიმართ, რომ ინფორმირებული გოგონა ხომ არ იქნება უფრო ინფორმირებული უფლებაშიც, რომ სექსის უფლება ქორწინებამდე და აი ეს ადამიანებისთვის აი როგორ უნდა ავუხსნათ ახლა ეს ადამიანებს, რომ ანუ ქორწინებამდე თუ ქორწილისთვის გოგონა უცებად ქალწული უნდა იყოს. ესეც ჩვენი ასე ვთქვათ დრამატული, ასე ვთქვათ კულტურის რაღაცა ნაწილია. სქესობრივი განათლების თაობისთვის, მოზარდებისთვის არ მიწოდებით, ამით ჩვენ სექსს არ ვაჩერებთ. ამით უბრალოდ მათ ცხოვრებას ვქმნით საფრთხის შემცველს და არა უსაფრთხოს. მე მგონი აი ამით ყველაფერს ეხდება, ასე ვთქვათ, ფარდა. ჩვენ ამით არაფერს არ ვაჩერებთ, ჩვენ ვერაფერს ვერ ვუკრძალავთ, ისინი მაინც თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ, უბრალოდ გაცილებით უფრო საფრთხის შემცველად ცხოვრობენ, გაცილებით უფრო რისკიანად ცხოვრობენ, ვიდრე იმ შემთხვევაში იცხოვრებენ, თუ მათ ექნებათ წვდომა მართალ დაბალანსებულ მათთვის სასარგებლო ინფორმაციაზე. განათლების სამინისტროში რაიმე მსჯელობა ამ პროგრამაზე კონკრეტული მუშაობა მიმდინარეობს? ამაზე განათლების სამინისტრომ უნდა გაგვცეს პასუხი, ვერ გეტყვით, მაგრამ მე გარედან, როგორც ასე ვთქვათ, განათლების ფსიქოლოგმა, შემიძლია ვთქვა, რომ სკოლებში კვლავ იგივე სიტუაციაა წლიდან წლამდე და დანარჩენი უკვე რამდენად მიმდინარეობს, ან რამდენად რაიმეს აპირებენ, ეს უკვე მათ უნდა თქვან ცხადია. ხომ არ არის აი აქაც ისე აი პოლიტიკური პოპულიზმის
ერთგვარი რაღაცა საპირწონეები თუ ამ თემას ჩვენ შემოვიტანთ, ამას შეიძლება მოყვეს საზოგადოების გულისწყრომა იქნებდეს. ერთგვარი გამოწვევა ყველა ხელისუფლების, ანუ ხელისუფლებამ გარკვეულწილად თავისი ლეგიტიმაცია უნდა დახარჯოს საზოგადოების ასარგებლად. ანუ ეს უკვე კეთილი გონიერებაა ხელისუფლების, რომ ესე მოიქცეს და გარისკოს. აი მთელი თავშეკავება ხო არ მოდის აი ამ პრობლემიდან. დავუპირისპირდეთ უნდა ეკლესიას, დავუპირისპირდეთ უნდა კონსერვატიულ ნაწილს საზოგადოების, უნდა ავუხსნათ რომ არა ჩვენ ქართველობას არ გართმევთ, ეს პირიქით სწორედ ასე ვთქვათ, ჯანსაღი ქართველობა არის და არა წართმევა. აი ეს პრობლემები როგორ უნდა ავუხსნათ აი თქვენი გადასახადი რა კომუნიკაციის კიდევ ერთხელ კონსერვატიულ ძალებს ვერ ვუწოდებდი იმ ძალებს რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ თემატიკას მოდი ეს დავარქვათ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შეტანას სკოლებში თუ ეწინააღმდეგება ეს არ არის კონსერვატიული ძალა, ეს არის პოპულიზმი, ეს არის უბრალოდ ის რომ მე ხა ველი ვიპოვე და გამოვჩნდე, სახელები და გვარებით შეგვიძლია ვთქვათ, ხო, ვინ იყენებს ამას ძალიან კარგად, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. ასე რომ ეს ნაწილი ჩაიხსნა, მე არ მეგულება არც ერთი კონსერვატიული იდეოლოგიის მქონე ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მე მინდა ჩემი შვილი ისე საფრთხეში ცხოვრობდეს, როგორც აქამდე ცხოვრობს. არ მეგულება. შესაბამისად, მათთან კომუნიკაციით დაახსნით მგონია, რომ ეს საკითხი დაიძლევა ძალიან მარტივად. ერთი ეს, მეორე, დამისახელეთ ისეთი სიახლე, ისეთი გარდატეხა, ისეთი პროგრესი, რომელსაც არ მოყოლია დისკუსია და რეზისტენტობა საზოგადოების მხრიდან. ვერ დამისახელებთ, იმიტომ რომ ასეთი არ არსებობს. ყველაფერს, ყველა სიახლეს, ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯს მოჰყვება რეზისტენტობა, ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ აი ამ დისკუსიაში გავერკვეთ, რას რისთვის ვაკეთებთ. დისკუსია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ინფორმირებული. თუ მე ინფორმირებული არა ვარ, როგორც მშობელი, თუ არაფერს არ მეუბნებიან, ამ დროს რომელიღაცა ჩემი ძალიან დიდი პატივისცემის და მიუხედავად საერთაშორისო თუ არამსამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გავიგერო სკოლაში მიდის და რაღაცებს აკეთებს, მე მიჩნდება საფრთხე. იმიტომ რომ მე ბავშვი მყავს ჩაბარებული სახელმწიფოსთვის საჯარო სკოლაში ან სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო სკოლაში, რომელზედაც პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს. ამიტომ ეს ის თემაა, რაზეც ისევ სახელმწიფომ უნდა მელაპარაკოს და მითხრას, რომ მე შენი შვილის უსაფრთხოებისთვის, იმიტომ სწორედ რომ უკვე მათ ჯიბეში უდევთ აი ეს საშინელი იარაღი, რომელიც ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი პროგრესის წყაროა, რასაც ქვია ინტერნეტი და სოციალური ქსელები და აი ამ მთელ მსოფლიოსთან უკიდეგანო კავშირი, ამიტომ უნდა დავიცვათ ბავშვები, რომ მივაწოდოთ მათ სწორი და მართებული ინფორმაცია და კიდევ ერთხელ არ მეგულება მშობელი, რომელიც არ იტყვის, რომ მოდი დავაჩქაროთ ეს ამბავი და სწრაფად გავაკეთოთ. ასე რომ აქ არის პრიორიტეტების საკითხი, აქ არის ამ საკითხის აქტუალობის დანახვის და ხო, რა თქმა უნდა, პრობლემური საკითხის წინ წამოწევისთვის თვალის გასწორება და არა სირაქლემის პოზიციაში რაღაცა არჩევნებიდან არჩევნებამდე გადაგორების მცდელობა. სიტუაციის. მადლობა ნატა. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი გაიაზრებს კარგად პრობლემას, ან თანამოაზრე იქნება ჩვენი, რომ ამ პრობლემას ერთად მოვერიოთ და საზოგადოებაში დავამკვიდროთ აი საღი აზრი ამ საკითხის მიმართ. დიდი იმედი მაქვს. ვისიამოვნე შენთან ინტერვიუთი. მეგობრებო, გახდათ ნატა ასეთიანი ფსიქოლოგი, მე ირაკლი მეფარიშვილი. გადაცემა პროექტი ვერიtas ამით დასრულდა, შევხვდებით მომავალ კვირას. ნახვამდის.